საუდის არაბეთმა ახლახან გახსნა ლოგისტიკური გზა, რომელიც ამცირებს ირანის ყველაზე დიდ შანტაჟს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შიშს. ამ სამშაბათს 2026 წლის 5 მაისს ამ მოძრაობამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკონტეინერო სატრანსპორტო კომპანიამ MSC-მ დაიწყო დაახლოებით 1300 კილომეტრიანი ლოგისტიკური ხიდის გამოყენება საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, რომელიც წითელ ზღვას ყურესთან აკავშირებს ჰორმუზის სრუტის გარეშე. ეს სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა. ამ განცხადებაში არავინ დაღუპულა და არც ერთ გემს ჰორმუზის სრუტის ძალით გადალახვა არ დასჭიროებია. პასუხი სხვა გზით მოვიდა. პორტებით, სატვირთოებით, მცირე გემებით, ნავთობსადენებით და მარშრუტით, რომელიც საუდის არაბეთის გეოგრაფიას ირანული ზეწოლისგან დამცავ ფარად აქცევს. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა შენ გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს, მილსონ ალვესის სანდოობის სტანდარტით. ასე წოდებული 1300 კილომეტრიანი ხიდი არ არის ფიზიკური ხიდი ზღვაზე, ეს არის ლოგისტიკური ხიდი. ევროპიდან მომავალი გემები ჩადიან საუდის არაბეთის ჯედას და მეფე აბდულას პორტებში, წითელ ზღვაზე. იქიდან კონტეინერები ხმელეთით გადაჰყავთ საუდის არაბეთის ტერიტორიას კვეთენ და მიემართებიან დამანში, აღმოსავლეთ სანაპიროზე. შემდეგ ტვირთი ნაწილდება მცირე გემებზე, რომლებიც მიემართებიან სპარსეთის ყურის პორტებში, მათ შორის აბუ-დაბიში და ჯებელ ალიში, დუბაიში. ფაქტობრივად, MSC ზღვის მარშრუტის საშიშ ნაწილს ცვლის პორტის გზისა და პორტის კომბინაციით, რითაც ამცირებს ჰორმუზის სრუტის მიმართ მოწყვლადობას. რიადი ბაზარს ეუბნება, რომ ირანული საფრთხე ყველაფრის გაჩერებას არ ნიშნავს. სანამ თეირანი ცდილობს საზღვაო ვიწრო გასასვლელი ზეწოლის იარაღად აქციოს, საუდის არაბეთი ცდილობს თავისი ტერიტორია სტაბილურობის დერეფნად აქციოს. MSC ამ მარშრუტზე ფსონის დადებით მარტივ გზავნილს აგზავნის. თუ ჰორმუზი მახედ იქცევა, ტვირთი შეიძლება წითელი ზღვით გავიდეს, გადაკვეთს უდაბნოს და სხვა გზით მიაღწევს ყურეს. რაც უფრო მეტი კომპანია გამოიყენებს ამ შემოვლას, მით უფრო მცირდება ირანის შანტაჟის ძალა. ლოგისტიკური შეტევა ასევე იზოლირებული არ არის. Autoridade portuária saudita, Marwan, მან დაამატა ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც აერთებს ჯედას ისლამურ პორტს კობესთან. ნაგოია და იოკოჰამა იაპონიაში, სიამენი, იანგსიანი და ნანშა ჩინეთში, როტერდამი ნიდერლანდებში, ჰამბურგი გერმანიაში და საუთჰემპტონი გაერთიანებულ სამეფოში. გამოცხადებული ტევადობაა მაქსიმუმ 3001 სტანდარტული კონტეინერი. ეს დეტალი ცენტრალურია. ჯედა აღარ არის მხოლოდ წითელი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ხდება დამაკავშირებელი რგოლი აზიას, ევროპასა და ყურეს შორის. ირანისთვის ყველაზე შემაწუხებელი საკითხი ამ ქსელში ჩინეთის ყოფნაა. პეკინი თეირანთან სტრატეგიულ ურთიერთობას ინარჩუნებს, ყიდულობს ენერგიას, ვაჭრობს გავლენით და იყენებს ირანს როგორც ფიგურას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების სათამაშო დაფაზე. მაგრამ, როდესაც საქმე კომერციულ გადარჩენას ეხება, ჩინეთი ვერ დარჩება ჰორმუზში კრიზისის მძევლად. მისი ქარხნებს ენერგია სჭირდებათ, მის კონტეინერებს კი მოძრაობა. საუდის არაბეთის მარშრუტების პირდაპირ წითელ ზღვასა და ყურესთან მიღებით, პეკინი აჩვენებს, რომ ირანთან პარტნიორობას ზღვარი აქვს, როცა რისკი მის საკუთარ ჯიბეს ემუქრება. იაპონიაც ამ ანგარიშში შედის. იაპონური ინდუსტრია ენერგიისა და ვაჭრობის უსაფრთხო ნაკადზეა დამოკიდებული. საუდის არაბეთი იაპონიას უსაფრთხოების სარქველს თავაზობს. ევროპაში ლოგიკა მსგავსია. როტერდამი, ჰამბურგი და საუთჰემპტონი შემთხვევით არ ჩნდებიან. ეს მთავარი კარიბჭეებია ინდუსტრიებისთვის, საცალო ვაჭრობისთვის, საწვავისთვის, ნაწილებისთვის და საქონლისთვის, რომლებიც მთელ კონტინენტზე მოძრაობენ. ევროპას შეიძლება კვლავ აწუხებდეს ენერგიის ფასი, მაგრამ ის იღებს ალტერნატივებს ტვირთისა და მომარაგებისთვის. ირანისთვის ეს არის ჩუმი მარცხი, რადგან მისი მუქარა კარგავს ძალას, როცა მთავარი მარშრუტები იწყებენ მისი გავლენიდან გამოსვლას. ამ გარდატეხის მეორე ფენა არის საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პეტროლაინი. ის აკავშირებს ნავთობის მწარმოებელ რეგიონებს საუდის არაბეთის აღმოსავლეთში იამბუს პორტთან, წითელ ზღვაზე. ეს სისტემა საშუალებას აძლევს საუდის არაბეთის ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს დასავლეთიდან გავიდეს, ჰორმუზის წყლებიდან მოშორებით. როიტერსმა დააფიქსირა, რომ საუდის არაბეთის ნავთობსადენი მუშაობდა სრული სიმძლავრით, დღეში 7 მილიონი ბარელი, ხოლო იამბუს პორტიდან ექსპორტიც გაიზარდა სპარსეთის ყურეში კრიზისის ფონზე.
თუნდაც სრული მონაცემების გადამოწმების სიფრთხილით. სტრატეგიული მიმართულება აშკარაა. ერ-რიადი სურს, რომ ნავთობი უდაბნოს ქვეშ გაიაროს, როცა ზღვა საფრთხედ იქცევა. პორტის, გზისა და ნავთობსადენის ეს კომბინაცია ქმნის ერთგვარ სამმაგ შემოვლას. პირველ რიგში ჯედას საზღვაო მარშრუტი საუდის არაბეთს გლობალურ პორტებთან აკავშირებს. მეორე, MSC-ის სახმელეთო ხიდი წითელ ზღვას ყურესთან აერთებს ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. მესამე, პეტროლაინი ნავთობს აღმოსავლეთიდან ზღვაში გადაჰყავს. ირანი ჯერ კიდევ შეიძლება იყოს საფრთხე, მაგრამ ის ვეღარ ემუქრება ერთ სისტემას. ეხლა მას უწევს ბრძოლა გაფანტულ, რედუნდანტულ და უფრო რთულად დასახშობ ქსელთან. ლოგისტიკაში ეს გადამწყვეტია. ვინც მხოლოდ ერთ გზაზეა დამოკიდებული, შიში ცხოვრობს. ვისაც ალტერნატივები აქვს, უფრო ძლიერი პოზიციით აწარმოებს მოლაპარაკებებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ლოგისტიკური ხიდი ზეწოლის ცენტრს ცვლის. ადრე ირანი ცდილობდა მსოფლიო ჰორმუზის სრუტეს ჩიხა დაგექვა. ეხლა საუდის არაბეთი ცდილობს მსოფლიო საუდის არაბეთის ტერიტორიას შესაძლო გამოსავალად აღიქვას. ფსიქოლოგიური ეფექტი ბაზარზე ძლიერია. სადაზღვეო კომპანიები, გემთმფლობელები, იმპორტიორები და მთავრობები ერთსა და იმავე კითხვას უსვამენ თავს. ღირს თუ არა სრუტეში რისკზე წასვლა, როცა არსებობს დაცული სახმელეთო მარშრუტი, რომელიც დიდ პორტებს უკავშირდება და რომელსაც მხარს უჭერს ქვეყანა, რომელიც გლობალურ ლოგისტიკურ ცენტრად ქცევას ცდილობს. ეს ნაბიჯი ასევე აძლიერებს საუდის არაბეთის გეგმას, გაამრავალფეროვნოს თავისი ეკონომიკა. საუდის არაბეთის ეროვნული სატრანსპორტო და ლოგისტიკური სტრატეგია მიზნად ისახავს სამეფოს გლობალურ ცენტრად ქცევას, რომელიც სამ კონტინენტს დააკავშირებს. ადრე ეს მხოლოდ ვიზია 2030-ის ეკონომიკურ მიზნად ჩანდა. ეხლა ჰორმუზის კრიზისის ფონზე ეს ძალაუფლების ინსტრუმენტად იქცა. რიადი მხოლოდ ნავთობს აღარ ყიდის. ის ხიდის უსაფრთხო გადასვლას, პროგნოზირებადობას და ხელმისაწვდომობას. ეს ცვლის საუდის არაბეთის როლს ენერგიის ექსპორტიორიდან ახალ სავაჭრო მარშრუტის მცველად. ირანისთვის პრობლემა ღრმაა. თეირანისა და ჰორმუზის ძალა ყოველთვის გეოგრაფიიდან მოდიოდა. სრუტე ვიწროა, გრძნობიარე და უგულებებელყოფა შეუძლებელია. მაგრამ გეოგრაფიასაც შეიძლება ინფრასტრუქტურა მაჯობოს. ისტორია დაგვეხმარება ამ ცვლილების მასშტაბის გაგებაში. ტანკერების ომის დროს 80-იან წლებში თავდასხმებმა გემებზე სპარსეთის ყურეში ენერგიის ტრანსპორტირება სამხედრო ფრონტად აქცია. ბრიტანიკა აღნიშნავს, რომ ირანსა და ერაყს შორის ომის ამ ეტაპზე ტანკერებსა და სავაჭრო გემებზე თავდასხმები ხდებოდა. ეს გამოიწვია შეერთებული შტატების საზღვაო ჩარევა 1987 წელს. და აჩვენა, თუ როგორ შეუძლია საზღვაო უსაფრთხოებას რეგიონულ კონფლიქტში დიდი ძალების ჩათრევა. სხვაობა ახლა ისაა, რომ საუდის არაბეთი ცდილობს კრიზისი მხოლოდ სამხედრო გემებით არ გადაწყდეს. პასუხი ასევე ინფრასტრუქტურითაც მოდის. კიდევ ერთი მაგალითი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოდის. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო მიუთითებს, რომ აბუ-დაბი ფუჯაირას ნავთობსადენი დაახლოებით 400 კილომეტრს გადის რაფშანსა და ფუჯაირას შორის. მისი საწყისი გამტარუნარიანობა იყო 1,500,000 ბარელი დრეში, ხოლო ამჟამინდელი გამტარუნარიანობა დაახლოებით 1,800,000 აღწევს. ეს ინფრასტრუქტურა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ექსპორტი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით განხორციელდეს. ანუ საუდის არაბეთი მარტო არ არის. არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, თურქეთი და სხვა რეგიონული მოთამაშეები ალტერნატიულ დერეფნებს ეძებენ, რადგან მიხვდნენ, რომ მხოლოდ ერთ საზღვაო სრუტეზე დამოკიდებულება თეირანისთვის მეტისმეტ ძალაუფლებას ნიშნავს. ეხლა კი რაც შემდეგ ხდება, არის ამ ჩუმი დაპირისპირების გაფართოება. თუ MSC-ის მარშრუტი დაამტკიცებს, რომ რეგულარულად მუშაობს, სხვა კომპანიებიც შეიძლება გააძლიერონ ან დააკოპირონ ეს მოდელი. თუ ჯედა გააგრძელებს აზიასა და ევროპასთან კავშირების მოპოვებას, წითელი ზღვა უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სპარსეთის ყურის ვაჭრობაში. თუ პეტროლაინი კვლავ ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული, იამბუ ენერგეტიკული საგანგებო კარიბჭის სტატუსს გაიმყარებს. და თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები ფუჯაირას ექსპორტის მთავარ ცენტრად შეინარჩუნებენ, ჰორმუზის სპარსეთის ყურის ერთადერთი სასიცოცხლო არტერია აღარ იქნება და მხოლოდ ერთ-ერთ შესაძლო გასასვლელად გადაიქცევა. საუდის არაბეთი კი თავის მხრივ უფრო გრძელვადიან სტრატეგიას ეკრდნობა. უდაბნოს კორიდორად გარდაქმნა, პორტის ფარადქცევა და ლოგისტიკის გეოპოლიტიკურ ძალად გამოყენება. საბოლოოდ 1300 კილომეტრიანი ხიდი ჰორმუზს რუკიდან არ შლის, მაგრამ ანგრევს იმ წარმოდგენას, რომ ირანს შეუძლია მთელი მსოფლიო ყელში მოჰკიდოს ხელი. ის რაც ტვირთისა და მომარაგების პრობლემის გადაწყვეტად დაიწყო, ახლა სტრატეგიულ პასუხად გამოიყურება.
საუდის არაბეთი გვერდს უვლის ამ მახეს. იცავს სავაჭრო მოკავშირეებს და თეირანს ართმევს იარაღს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ხელშეუხებელი ჩანდა. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაცოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.